გამარჯობა. დღეს მინდა მოგითხრათ ერთი ტრაგიკული ამბავი ჩვენი ისტორიიდან. ანუ როგორ ექცეოდნენ ერთმოწონე რუსები ქართველებს. 1819-20 წლებში რუსეთის იმპერიის საწინააღმდეგო გურია იმერეთის აჯანყება მოხდა. იმერეთის ახალ დანიშნულმა გამგებელმა, ახალგაზრდა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ 1820 წლის მარტში დააპატიმრა მიტროპოლიტები ევთიმე გენათელი და დოსითოეს ქუთათელი. სასტიკად აწამა და რუსეთის გზას გაუყენა. ცემისგან მიტროპოლიტი ქუთათელი გზაში გარდაიცვალა. რუსებს მისი გვამის გადაგდება მდინარეში უნდოდათ. მაგრამ მერე გადაიფიქრეს, წყალი გამორიყავს და გვამს იპოვნიანო. ამიტომ ის ანანურში დამარხეს. მოგვიანებით კი პოლკოვნიკი პუზირევსკი ქაიხოსრო გურიელის შესაბრალებლად გურიაში გადავიდა, სადაც გურიელთან შეფარებული სოლომონ პირველის შვილიშვილი ივანე აბაშიძე იმალებოდა და აჯანყებას ხელმძღვანელობდა. ახლა ორი სიტყვით გურიელის შესახებ. როცა 1792 წელს გურიის მთავარი სვიმონ მესამე გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე მამია ბოლო მთავარი გურიისა, მამია გურიელი 3 წლის იყო. ამით ისარგებლა ბიზამისმა ვახტანგმა და გურიელად დაჯდა. მაგრამ მალევე ვახტანგი მისმა ძმამ ქაიხოსრომ გადააყენა, თუმცა მთავრად არ დამჯდარა, არამედ სვიმონის ქვრივთან ერთად, როგორც არასრულწლოვანი მამიას მეუღლე, გურიას განაგებდა. ის ცნობილი იყო როგორც რუსების დაუძინებელი მტერი. ეხლა მოკლედ ისევ გადავიდეთ პუზირევსკისთან. შემოქმედეთ ციხეს რომ მივახოთ და მას წინ შემოხვდა 3 გურული, მათ შორის იოთამ ბოლქვაძე. სხვა ცნობებით ბოლქვაძე მარტო იყო. როგორც ევთიმე თაყაიშვილი წერს, პუზირევსკის მოკლა სწორედ გურიელის ძიძიშვილს, ქაიხოსრო გურიელის ძიძიშვილს, იოთამ ბოლქვაძეს მიაწერენ. ამ თარიღიდან გურულები წელს ითვლიდნენ. კუზირინსკი, ანუ პუზირევსკი, ასე ეძახდნენ გურულები, რომ მოკლეს მასაკეთ ამდენი წელიაო. და ამის შესახებ ლექსიც კი არის გამოთქმული. არშიყობას ვერ გიბედავ დადიანის ქალი ხარო, კუდირინსკი, პუზირევსკი, რომ მოუკლენ, მაშინ დაბადებულ ხარო. ძლიერ მიკვირს, ქალბატონო, უჯოხოთ რომ დადიხარო. როდესაც პუზირევსკიმ იკითხა, სად არის ის მამაძაღლი ქაიხოსრო გურიელიო? ბოლქვაძემ წამოიძახა. უიმე, ღმერთო მომკალი, ქაიხოსრო გურიელი და მამაძაღლიო? ფხისვე იშიშლა ხალი და პუზირევსკი ორად გააპო. ასე მსმენია მოხუცი გურულებისგანო, ამბობდა თაყაიშვილი. პუზირევსკისთან ერთად გურულებმა კიდევ ერთი კასაკი მოკლეს, დანარჩენი კიდე ტყვედ წაიყვანეს. თუმცა აჯანყება სისხლში იქნა ჩახშობილი. იოთამ ბოლქვაძე კი სულ მალე შეიპყრეს რუსებმა, ჯარისკაცების ორ რიგში გაატარეს და შპიცრუტენებით, იგივე ლითონის მწყეპლებით ცემაში ამოხადეს სული. აი ასე დამთავრდა ეს ამბავი. ვისაც გიყვართ ჩვენი ერთმოწმუნე ძმები, მიბრძანით მოსკოვში.